მე მყავდა ძმაკაცი, ეს იყო უფროსი ოთარი. და ორივე ოთარები ვიყავით და ესეთი ვიყავით ძმაკაცები რა, პატარა ვიყავი, მაგრამ დიდი ძმაკაცი მყავდა. და ეს იყო მთავარი. ნუ თან თვითონ ხა იყო ფეხბურთელი ახალგაზრდობაში და მე ესე იგი წინას თამაშობდა ყველაფერი, მაგრამ მე აი პროფესიულ ფეხბურთში მეკარე იყო და ამბობენ მე ხარ მიახავს დავიცი, მაგრამ ამბობენ რომ ძალიან კარგი მეკარე იყო, ბევრი პენელები ჰქონდა აღებული. ხო და ნუ თამაშობდა მეორე ლიგაში. ეს მეორე ლიგა ძალიან სასაცილო რამე, ბევრ რაღაცებს ყებოდნენ, იქთელი ამბავი რაღაცა ვიღაცას მოუგეს 14-0, ვიღაცას მოუგეს 18-0 და ესეთი რაღაც, მაგრამ მე გადავიდა დინამოში, ასევე მეკარეთ და იმ წელიწადს მიიღო შეთავაზება თავის ესე იგი რაღაც ნამუშევრების მიხედვით მიიწვიეს სოხუმში საარქიტექტურო სამმართველოში სამუშაოდ არქიტექტორად და მე რამდენიმე 2 წელიწადში თუ 3 წელიწადში გახდა მთავარი არქიტექტორი. ოთარ ლითანიშვილი იყო ძალიან დიდი პროფესიონალი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ოთარ იყო ძალიან დიდი ადამიანი. აი თუ მე ცოტა მაღიზიანებს ხოლმე ხანდახან ეს სიტყვა იცი რაღაც აი თბილისის კოლორიტი რო იტყვიან. კოლორიტები ისინი ეხლა გახდნენ, იმიტომ რომ აღარ არიან და მაშინ იყვნენ იმდენად ორგანულები ამ თბილისს, ისინი ქმნიდნენ თბილისს. აი იმ თბილისს, რომელზეც ამბები ეხლა ლეგენდად იქცა და რაღაც საოცარ ისტორიებს ყვებით. ჩემი მამამთილიც თენგიზ მაჭარაშვილი არქიტექტორი იყო და ისინი პროფესიითაც დაკავშირებულები იყვნენ. ძალიან ბევრი პროექტი აქვთ ერთად განხორციელებული და მე ისიც მინახავს როგორ ათენებდნენ ღამეებს და როგორ ხაზავდნენ და როგორ ესკიზებს ძეოთარი ძირითადად ესკიზებს აკეთებდა და თენგიზი ხაზავდა მე ამ ყველაფერს. მახსოვს ერთი ძალიან მაგარი ისტორია. ძეგლი უნდა დადგმულიყო ვოლგოგრადში, მაშინ ვოლგოგრადი ერქვა, უნდა დადგმულიყო კაპიტანი ბუხაიძის ძეგლი, რომელიც იქ დაიღუპა ბრძოლაში. ხო და ჩამოსულია რაღაცა კომისია თუ დელეგაცია, რომელმაც უნდა ნახოს ესკიზი. ნუ ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა ღამისთევები და ფიქრები და კამათი და ჩხუბამდე მისული რაღაც სიცილით და ხორხოცით რომ თავდებოდა ბოლოს, მაგრამ მოკლედ თენგიზმა უკვე ის გააკეთა ნახაზი და მუშაობენ მაკეტზე. და ოთარი ამ პერიოდში უკვე ქალაქის მთავარი არქიტექტორია და რა თქმა უნდა დელეგაციას ის დახვდა, ჩვენ სახში ვემზადებით რომ სტუმრები უნდა მოვიდნენ და ეს მაკეტი დევს შუა ოთახში უზარმაზარ მაგიდაზე და ბუხაიძე აკლია მხოლოდ. დანარჩენი ეს გარშემო რაც უნდა იყოს ეს და პედესტალიც მზად არის, მაგრამ ბუხაიძე არ არის და
თენგიზი ძალიან ნერვიულობს, რომ აი ოთარი აგვიანებს ბუხაიძის მოტანას. ხო და მოვიდა მოკლედ დელეგაცია, ნახფთოვანდნენ ისინი მოეწონათ ყველაფერი და ბუხაიძე სად არისო, თენგიზმა იკიულა, ბოლოს აღმოხდა და ოთარმა ჯიბიდან ამოიღო რაღაცა. მე ვესწრებოდი ამ ყველაფერს. ცხვირსახოცი ესე გადახსნა და წამოწოლილი ბუხაიძეა ეს. დადო პედესტალზე და ეს იყო ნუ აი ფინალური არაჩვეულებრივი, ნუ დაიხოცნენ სიცილით ყველანი. აი ესე ხუმრობაში ქმნიდნენ ძალიან მაგარ რაღაცებს. ესე იგი აქ არსებობს ისეთი შენობები, რომლებიც აღდგენას მოითხოვენ, თავიანთი არქიტექტურული ასე ვთქვათ მნიშვნელობით, დანარჩენები რეკონსტრუქციას. ამის გეგმები უკვე ჩვენთან მუშავდება, განსაკუთრებით პირველი სართულების რეკონსტრუქციისა, მაღაზიებისა, ფირნიშებისა, რეკლამისა, განათებისა და როგორც ხედავთ, თქვენ უკვე ჩელუსკილების ქუჩა ახალი სანათებით, ლამპიონებით შეიმკო. ჩემ თაობას და უფრო თაობას, რა თქმა უნდა, ახსოვს სოხუმის ფუნიკულორი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და იცით როგორ მახსოვს ომის პერიოდში კადრებს რო აჩვენებდნენ ტელევიზიით, სულ ეძებდა, რომ აფეთქდა, დაანგრიეს, ნეტად გაასიძახდა. ერთად გააკეთეს სოხუმში რესტორანი ეშერა. ეშერა არ იყო მხოლოდ რესტორანი, ეს იყო საოცარი ადგილი, გამოქვაბულში იყო გაკეთებული. აი ეხლა რო ვაკეთებთ ჩვენ აი ამ ბილიკებს საექსკურსიოს საცალფეხო რაღაც ისეთი არაჩვეულებრივი იყო მთელი ბავშვობა მახსოვს მამას დავყავდი ხოლმე იქ. მასთან ურთიერთობა იყო არაჩვეულებრივი, საინტერესო, სახალისო. აი მაგალითად გზა, ხო, თქვათ, აი თვითფრინავი, ხო? ყველას უნდა და გვერდზე დამждო, მაგის გვერდზე დამждარიყო. ნუ ავტობუსში ან თქვათ იმ მანქანაში, რომელშიც მამა ჩემი ზის იქ ჯობდა, რომ იქ მოხვედრილიყავი, იმიტომ რომ რაღაცა ამ მოყვებოდა ისა ეს, ნუ 1000 რაღაც. იყო ესეთი რაღაც ბერძნული პიესა იყო, ბაფთიანი გოგონა. ანზორ ქუთათელაძე იყო რეჟისორი და მახსოვს ეს ანზორი მოდიოდა ჩვენთან მამაჩემი და ანზორი მუშაობდნენ მაკეტი კეთდებოდა რა გიждდებოდი ამ პერიოდზე როდესაც რაღაცა კეთდება სახში ეს მაკეტი ისა ესა არის კამათი არის ამბავი რაღაცა და მე რომ ნახე სპექტაკლი ესე იგი ესეთი ამბავი იყო სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა მთავარ როლს ამ გოგონას ბაფთიან გოგონას და დახურული ფარდა რო გაიხსნა ისეთი სილამაზე იყო რომ ტაში ატყდა და ტაში ატყდა და დეკორაციაზე და რაღაცა პატარა ხე იყო იმ ხეზე იყო მიყნობილი ეს გოგონა ესეთი კომპლებიან კაბაში მეტეხის ჭრდილში იყო არაჩო სერგო ზაქარიაძე დაწყებული ავიც თუ კი იმ პერიოდში ვინმე მსახიობი იყო ყველა თამაშობდა ამ სპექტაკლში აი ფეერვერკი აპირდაპირ და თვითონ აი ეს დეკორაცია არის ოთარის გაკეთებული და არის არაჩვეულებრივი. აი გეგონებათ რომ სადღაც თბილისური უბნის რომელიღაცა ესეთ თბილისურ ეზოში ხარ. გადაეცი იმ შენ საქმესა. ძალიან მიწევს და გამიწევს. ძალიან მიწევს. შედანო თბილისვილო. ეტურტლიან ტუბლები რა ორაგული ვიქნინ გამიგო. სალამი მაინც გეტყვი რა. მე მკითხე სამიდელია, ამას მანქანა უნდა. მართლა მეჯგანე ხარ, მეჯგანე. იცი რა გითხრა, მე ჩემი ხელობითა შვილები დამიზდია, შენ კიდე შენი საქმიანობითა ვინიცი ოჯახს დავყოფა. აი მან ნამდვილად ეგ არის რა. ენა დაიმოკლეთ არა მაგიაში შენ და ხელ დაგაღებინე. ისა კაცო, ეზოში მანქანა რო შევიყვანია. ალვე გაცანებას დავწერ. ალვე კერა. არაფერი საგეცალო. არაფერი საგეცალოთ, ეი ჯიკურა ათი კლება, როცა იმ შენს მანქანას სასტროფო დახმარებათ ეს შაყება. ვაი, შენ ჩადაწვინეს იმ გაკრას კუკუმოში. აი, გაწვინა, მარტება,
ეხლა მე ვიღებდი იმ პერიოდში ფილმს ცხელი ზაფხულის 3 დღე და მე მჭირდებოდა იცით როგორი აი პერსონაჟი რომელიც ძალიან ნიჭიერია მართალია ჭკვიანია ამავე დროს თანამდებობა აქვს რაღაცა და ჩინოვნიკიც არის საბჭოთა კავშირი არის რა სულ ფიქრობდი ვინ და მერე ვიფიქრე კაცო აი ოთარი არის ამის თანაკაცი ესე ნიჭიერი ადამიანი არტისტი შინაგანად ნამდვილად რა შემოქმედი და ამავე დროს ოთარი არის თბილისის მთავარი მხატვარი ესე იგი ქანდაკებებთან იმას ყველაფერთან არქიტექტორებთან ურთიერთობაში აი ესეთი კაცი ალბათ საინტერესო იქნება ხო და ვთხოვე და წამოვიდა გადაღებაზე დღეს თვითფრენავს მოითხოვ ხვალ შეიძლება თანამგზავრი დაგჭირდეს არ იმერია მის საშუალება ნუ მიყვერი შეიძლება დამჭირდეს შენ თუ არ გესმის ჩემი სხვას რა უნდა მოვთხოვო მეც იგივე შემიძლია გითხრა შენ თუ არ გესმის ჩემი სხვას აღარ მოვთხოვო აი ეს არხი იმიტომ კი არ შენდება რომ მე მინდა იმიტომ რომ დღეს ესაა საჭირო ერთი ეპიზოდი არ მოვიწყდება როგორ გააკეთა მან ესე იგი ეპიზოდია სადაც თავის ძველ მეგობარს ხვდება ის მეგობარი თხოვნით მოვიდა არქეოლოგია და რაღაც ასე ვთქვათ როგორმე რო გაგრძელდეს მისი სამუშაო არქეოლოგის და ოთარი ერთდროულად თან მეგობართან ყოფნა უნდა კაბინეტში არიან მანქანა მოვიდა მასთან შავი მანქანა მასში შავი ვოლგები იყო აი ვიღა დიდი თანამდებობის პირების ის ხო და ამ დროს კარი ყოველწუთში იღება მდივანი იხედება და ატყობინებს რომ უკვე მოსული არიან თათბირზე და ამასთანაც უნდა ყოფნა ესეთი ეპიზოდი არის თან უარს ეუბნება იმიტომ რომ მე იმდენ საქმე როგორ შენ ხო ვერ დაგითმობ ყველაფერს თან ამასთან უნდა თან ისინი არიან და აი ესეთ სიტუაციაშია და თან კიდე ეს კიდე ხდება ეს მასთან მისული კახი კავსაძე არის რომ წასვლა საჭირო იმიტომ რომ თათბირი ეწება რაღაც ისე უნდა არ წახვიდეო და ეს რო ალაგებს თავის ნივთებს ეს რა არის ეკითხება და ესო ეს არისო გახსნის და იქ ესეთი პატარა უძველესი ვთქვათ 30 საუკუნის წინანდელი სალამურივით არის რაღაც ვა დუდუკი ოთარი ამბობს გარეთ შედან და ელოდებიან ძალიან ისეთი კოსტიუმებში და გალტუკებში ისინი თათბირზე და ამ დროს დივანი გაბრაზებული ზის და უცებ კაბინეტიდან ისმის ამ სალამურზე დაგფრის აი ესეთი ეპიზოდი ისე ზუსტად გააკეთა ოთარმა ისეთი ირონიით და იუმორით თავის მიმართაც აი ვერ წარმოვიდგინე ნაღდი ჩინოვნიკი არის და ნიჭიერი ადამიანი ამ დროს ამასთანავე ბავშვის სახელმწიფოებრივი მთხოვა. მე 4 კლასის მთელი კომპლექტი მოვუტანე. თავზე კი რაღაც გადამახია. რატო? ბავშვი მე-6 შრობს. ო? მოიცარ დახვიდე რა. აი. მაგალითში რა გქ? აგე ყველაფერი ვიციო. დუდუკი? დუდუკი. ეს დუდუკი 8000 წლისაა. ოთარს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. და მინდა გავიხსენო ერთი რამ. ოთარმა ესეთი რთული ტრავმა მიიღო ძალიან ძლიერი ხერხემალი დაუზიანდა და მოსკოვში იწვა დიდხანს საავადმყოფოში. ექიმებს ისე უხაროდათ ყოველდილით იქ მისვლა, იმიტომ რომ ოთართან რო შედიოდნენ, ოთარს არ შეეძლო სერიოზულად ყოფნა დიდხანს და ну ექიმები იყვნენ შეყვარებულები, ექთნები განსაკუთრებით შედიოდნენ და ყოველ დღე იქ ხვდებოდათ სხვადასხვა ლოზუნგი. მაგალითად, ჩვენი მიზანია ტემპერატურა ჩამოვიყვანოთ 38-დან 36-5-მდე. საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მსოფლიოში. არც ერთი სიცხიანი ჩვენს გვერდით და ასე შემდეგ და ყოველ დღეს ლოზუნგები იცვლებოდა ექიმები რომ მიდიოდნენ ხვდებოდათ ეს პლაკატები ხვდებოდათ გაკრული
მის პალატაში. როდესაც მეორე მსოფლიო ომი იყო, მისი მთელი მეგობრები წაიყვანეს ომში. და ეს იყო ასაკით პატარა. და აქედან გამომდინარე, არ ეკუთვნოდა, მაგრამ ყველა მეგობარი რომ წაიყვანეს, წავიდა მოხალისედ. და ესეთი დიდი სკივრი ჰქონდა მედლების და ორდენების. რომ მიყვებოდა ხოლმე რა ძალიან აუბრალოებდა რა ყველაფერს. აი პირველი ორდენი მომიყვა როგორ მოიგო. როგორ მიიღო უბრალოდ. რო ჩავედითო, ესე იგი მოხალისად ხო წავიდა და სადღაც რომელიღაცა არ მახსოვს ჩეხოსლოვაკია თქვათ ან პოლონეთი ან რაღაც ეგეთ ქვეყანაში. იყო ჯერ სწავლას რო გადიან რა, სანამ ასწავლიან იარაღის ხმარებას. და ახლოს იყო რაღაც სოფელიო და ღამე იქ ვიპარებოდით რა. დასალევად გოგოების გასწრება. და ღამე გათენებამდე უნდა დაბრუნებულიყავთ, რომ ბრუნდებოდითო ველოსიპედით. დავეჯახეთ რაღაცას და აღმოჩნდა მთვრალი გერმანელი ოფიცერიო. ისეთი მთვრალი იყო, ეძინა ვერ გაიღვიძა, გადავკიდეთ ველოსიპედზე მოვიყვანეთ და ამაში მომცეს პირველი ორდენიო. ყოველთვის თვითონ ესე მხიარულად ყვებოდა ამ ისტორიებს. არაჩვეულებრივი თამადა იყო, არაჩვეულებრივი ნამდვილად. ამას არ ვამბობ როგორც საკუთარ მამაზე ან ოჯახის წევრზე, ეს მართლაც საოცრება იყო. მეუბნებოდა ასეთ რაღაცას, რომ თუ თამადა მოუწია ადგომა და თქმა იმისა, რომ მომისმენთ ერთ წუთით, ეს ნიშნავს, რომ ჯობია მოტრიალდეს, დაიხუროს ქუდი, ჩაიცვალოს და წავიდეს რა, იმიტომ ის თამადა არ არის. თუ თამადა არავის არ აინტერესებს და მის აი რო წამოდგება, ხო? უკვე ნიშანია იმისა, რომ იწყება რაღაც საოცრება და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. და თვითონ ესე იყო. ის ყოველთვის რაღაც საინტერესო ხალხს უტირია იმ სუფრაზე, უცინია რა თქმა უნდა ბევრჯერ. არჩევლურად ღეროდა კიდევაც და ცეკვავდა ფანტასტიკურად. ადარებდნენ გიორგი შავგულიძეს, ჟორა შავგულიძე იყო ცნობილი თავის რაღაც ფეხის მეებით რაღაცით, მაგრამ ცეკვავდა ძალიან. ძალიან ლამაზი ხმა ქონდა. კარგად მღეროდა. ესეთი ბარხატოვანი, თბილი ხმა ქონდა ძალიან. და ბაიათებს მღეროდა ძალიან ლამაზად. დედაჩემს აქვს ჩემთვის მოყოლილი, როდესაც ომის დროს და ომამდეც, როდესაც მამაო სახლში ბრუნდებოდა, ვახშმის მერე მღეროდნენ მთელი ოჯახი. ბაბუაჩემიც თურმე ძალიან კარგად მღეროდა, დედაჩემიც, ბიძაჩემიც და ბებიაც. და მეზობელს უშივლია, რომ მათო ყოველ დღე ქეიფობენ და სტუმრები ყავთო. ვიღაცა მეზობელმა, ასე ვთქვათ, ჩაუშვა და ერთხელაც მოვიდა მილიცია. და ესენი უბრალოდ ისხდნენ და ვახშმის მერე მღეროდნენ ოჯახი, დედა, მამა და ორი შვილი. თავიანთი რეპერტუარი ჰქონდათ. რამდენიმე სიმღერა მეც მასწავლა დედაჩემმა და ეს ძალიან იშვიათად გამიგია ეს რომანსიც და ეს რომანსები, რასაც ესენი მღეროდნენ. საოცრად თბილი იყო, ძალიან თანამედროვე იყო. ანუ ახალგაზრდებთან ურთიერთობა შეეძლო ნებისმიერ თემაზე.
და ქონდა საოცარი იუმორის გრძნობა. მასთან ყოფნა იყო დღესასწაული. რაღაცა პერიოდი მოსკოვიდან რომ ჩამოვიდნენ, სახლში ქონდათ რემონტი და ამიტომ ცხოვრობდა ჩვენთან. და საღამოს მე მაშინ ორსულად ვიყავი პირველ შულზე და ძალიან მიყვარდა ხოლმე საღამოს სახლში რაც ხდებოდა, იმიტომ რომ ყველა ბრუნდებოდა სამსახურიდან და უფროსი თაობა და იწყებოდა ნარდის ჩემპიონატი. ნუ ხო წარმოგიდგენიათ ახლა როგორი ის მიდიოდა ბრძოლა და რაღაცა ხუმრობაც და ძალიან ვერთობოდით ხოლმე რა მათთან ყოფნა საერთოდ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ხოლმე. ოთარს ქონდა მინდა აღნიშნო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შთაბეჭდილების ქვეშ ვრჩებოდი. გარდა იმისა, რომ იყო მომენტალურად იგრძნობდი, როგორი კოლორიტიც იყო და როგორი განათლებული, როგორი იუმორი ქონდა, როგორი მიდგომა ქონდა საერთოდ და ცხოვრებისადმი, პლუს ქონდა საოცარი გემოვნება. ანუ ეს იყო როგორი ესტეტი, იცით, რომ აი გაგიკვირდებოდა, რომ ამ ასაკის ადამიანს შეეძლო შეეხამა რაღაცა იქ შარფებს იკეთებდა ხოლმე ღილთან, კამართან, ეს ამას აქვს მნიშვნელობა. დიდი მადლობა უთხრა, დიდი მადლობა უთხრა, ოთარ მითანიში იყო უაღრესად წესიერი. აი წესიერება ყველაფერში განუზომლად. აი ალალობა რო სიბრიყვემდე გადადის, ისეთ მიმდობი და ალალი და ძალიან ნიჭიერი. აი აბსოლუტურად ყველაფერში, რასაც არის თვითონ არ უნდა მოვეკიდებინა ხელი, ყველაფერში იყო აი სუპერ ნიჭიერი. ერთი რაც ვიცი, რომ უბრალოდ ყველას ეხმარებოდა რა. აი აბსოლუტურად ყველას სულ მუდმივად ხალხი მოდიოდა ვიღაც თხოვნელები რიგი იყო ყოველთვის ვიღაცის თხოვნელები და აბსოლუტურად ყველას ეხმარებოდა, აბსოლუტურად ყველას. შეეძლო, შეეძლო, მაინც ეხმარებოდა. ერთი თვისება ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი. მეექვსე გზნობა. თუ მისთვის ღირებული კაცი იყავი ადამიანი, ქალი კაცი, რა ვიცი, ესე იგი არ იყო სულ ერთი რაღაცით მომული იყო შენზე, ხო, სულიერად. აუცილებლად გზნობდა რომ გაჭირებაში ხარ. თუ დაგჭირდებოდა, იქ გაჩნდებოდა, აუცილებლად გაჩნდებოდა. აი თქვა წასული იყო სადღაცა, მილიონებაში იყო, სადღაცა იყო, რაღაცა იყო, მე რაღაცა სერიოზულად გამიჭირდა, გავიხედე, გამოიხედე, მოვიდა დამიდგა გვერდში, მომენტალურად. საოპერაციო გავხდი, მოვიდა. იმას დედაჩემს რაღაცა იქვე გაჩნდა. ისე, მაშინ ხო მობილურები არ იყო. აი თავისით მოდიოდა. სანამ რა მოხდებოდა, მანამდეც მოდიოდა. ეს უცნაური რაღაცა იყო. და არა მარტო ოჯახის წევრების მიმართ, თავის მეგობრების მიმართაც ეს გზნობა ჰქონდა რა.